მას მოგესალმებით. განვიხილოთ მათ ჯეოჯებრას შემდეგი ელემენტები მასში. იპოვოთ სამკუთხედში სიმაღლეების, ბისექტრისების, მედიანებისა და შუამართლობების გადაკვეთის წერტილები და ამასთან ეს გავაკეთოთ და შემდეგ შევქმნათ ხელსაწყოები, რომელიც შემდგომში საკუთხედებში ავტომატურად იპოვის ამ გადაკვეთის წერტილებს. დავიწყოთ მას. დროებით გავთიშოთ ეს ღერძები, ავაგოთ სამკუთხედი ნებისმიერი. ნებისმიერი არ მოგვიდა თოლფერდას ხელს. ესეთი თქვათ. და დავიწყოთ მასში. დავიწყოთ ვთქვათ სიმაღლეების გადაკვეთის წერტილის პოვნა. მოგეხსენებათ ეს ჩემს მიერ დასახელებული მასში. ყველა ობიექტი გადაიკვეთება სიმაღლეები ერთ წერტილში, ბისექტრისები ერთ წერტილში. არ არის აუცილებელი მასში ახლა ჩვენ სამ-სამი სიმაღლე გავავლოთ ან ბისექტრისა საკმარისია 2-ით, იმიტომ რომ ვიცით რომ მესამეც აუცილებლად ამ წერტილში გადაიკვეთება. მას დავიწყოთ. მას სიმაღლეების ასაგებად არის ესეთი ხელსაწყო მართობული წრფე. ჩავთოთ დახმარების მას მართობის ასაგებად უნდა მოვნიშნოთ წერტილი და ის წრფე, რომელზეც უნდა დავუშვოთ ეს მართობი. აი წერტილი და ის მონაკვეთი ამ შემთხვევაში. ამ მონაკვეთი შეგვიძლია აქედანაც შევარჩიოთ. აი დავაჭიროთ ას და ააგო ეს წერტილი. და ვიპოვოთ მათი გადაკვეთის წერტილი. მათი გადაკვეთის წერტილი არის შემდეგი მასშტაბით რო ვიპოვოთ, უნდა ჩავთვლით ხელსაწყო გადაკვეთე და უნდა მოვნიშნოთ ორი ობიექტი ამ შემთხვევაში. ეს ერთი სიმაღლე, ეს მეორე მართობი და ვიპოვოთ გადაკვეთის წერტილი. ეს ობიექტი აღარ გვჭირდება, ვიპოვეთ ობიექტი D და მოდი შევცვალოთ მისი თვისება კერძოდ. დავარქვათ მას სახელი, სახელწოდებად მიცეთ მას O ინდექსად ეს არის სიმაღლების ინდექსად H-ი არ გააკეთა, რადგან არ გააკეთა, იმიტომ რომ არ მიუთითეთ რომ ასახოს წარწერა. ახლა გააკეთებს მე. და ეს წარწერა მას მოათავსოთ მარჯვენა ზედა კუთხეში მას. მარჯვენა ზედა კუთხეში და უკვე მზად არის ჩვენი იმაში საძებელი ობიექტი, იმაში გამოსავალი უნდა იყოს ეს OH ობიექტი. და შევქმნათ ხელსაწყო მას, აი მენიუში არის ესეთი იმაში. ქმედება მას ახალი ხელსაწყოს შექმნა. დავაწყაბნოთ და ავირჩიოთ მას ობიექტი, რომელიც უნდა გამოგვიტანოს მასში. უნდა გამოგვიტანოს ობიექტი წერტილი D, მას გადაკვეთის წერტილი. შემოვალი იქნება მასში ეს სამკუთხედის წვეროები და დავარქვათ შესაბამისი სახელწოდებები. დაჩქარების მიზნით მე წინასწარ წაწერები მომამზადე აგერ ფაილში მას სიმაღლების გადაკვეთი წერტილი. მოვნიშნოთ ესა და ჩავწვოთ აქ. შეიქმნა შესაბამისი ბრძანება, საკმაოდ გრძელია. მოვurit და კიდე აი აქ. აი ეს წარწერა დაგვჭირდება. აი აქ დახმარებაში მიგვიჭირს რომ დავირჩიოთ 3 წერტილი. რაც შეეხება დახმარებას, შეგვიძლია ის შევამციროთ. დავარქვათ სიმაღლეების ვთქვათ 300
თავისთავად წერტილი იყოს მთლიანად. ცხადია, ამას ინგლისურენოვანი მოყარებელი ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ეს ბრძანებები იქნება ქართულად და იმ ბრძანებების ჩამონათვალში ინგლისურად ეს დაწერა არ გამოჩნდება. მზად არის, ახლა პიქტოგრამაც ავირჩიოთ წინასწარ, თქვენ შეგიძლიათ მოვამზადოთ ამის მსგავსი პიქტოგრამა ერჩიოთ, ან თვითონ დავამზადოთ, მე ახლა სწავლის მიზნით ავირჩიე რაღაც სხვადასხვა ფერის სამკუთხედები და ჩვენი ხელსაწყო მზად არის. და გამოჩნდა შესაბამისი პიქტოგრამა. მაშინ ამ ეს წერტილი აღარ დაგვჭირდება, შეგვიძლია წავშალოთ. ან უფრო პრაქტიკული იქნება წავშალოთ ის ობიექტი, რომელიც მასზეა დამოკიდებული. უბრალოდ მასზე დამოკიდებულია ამ ორ ობიექტს მას თუ წავშლით, იდე ავტომატურად აიშლება, წავშალოთ ეს აღარ გვჭირდება და გადავიდეთ ახლა მედიანების გადაკვეთის წერტილს. მედიანები მას მოგესალმებით არის, მას გვერდის შუა წერტილი უნდა მივიღოთ. არის ესეთი ოფცია, შუა წერტილი, ხელსაწყო შუა წერტილი, მის მოსაზრებად საკმარისია ორი წერტილი ან მონაკვეთის მითითება მაშინ მივუწეს ეს მონაკვეთი და ეს მონაკვეთი ვთქვათ. მონაკვეთი და ავაგოთ მედიანები მაშინ. ისედაც გამოვიყენოთ ხელსაწყო მონაკვეთი და ნაპოვნი წერტილები შევაერთოთ შესაბამის წვეროებთან სამკუთხედისა. შედეგად მივიღებთ მაშინ მედიანებს და მათი გადაკვეთის წერტილის მოსაზრებად გამოვიყენოთ ისევ გადაკვეთე ხელსაწყო, მოვნიშნოთ ეს ორი ობიექტი, მოვნიშნოთ იპოვეთ შესაბამისი წერტილი, გადაკვეთის წერტილი, ესენი აღარ დაგვჭირდება მაშინ. ჰაში დაგვჭირდება, დანარჩენები არ გვჭირდება. ეტი რა არის? ეს გადაკვეთის წერტილები. აგერ ეს ჰაში ვიპოვეთ, არც ეს ხაზები დაგვჭირდება, მედიანები. აი ჩვენი ჰაშ წერტილი ვიპოვეთ, მას გადავარქვათ სახელი. მას გადავარქვათ სახელი, ეს იყოს მედიანების გადაკვეთის წერტილი, მას ასახოს წარწერა. წარწერა, ოღონდ ცოტა ქვევით მოვდასოთ, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება ეს გადაკვეთის წერტილები დაემთხეს და წარწერები რო გავარჩიოთ, სხვადასხვა ადგილას მოვათავსოთ. შესაბამისი გადაკვეთის წერტილების აღწერები. ეს უკვე მზად არის, ესე იგი შეგვიძლია უკვე შევინახოთ მაშინ. ხელსაწყო, შევქნათ ახალი ხელსაწყო, რომელსაც შემავალი იქნება მაშინ ჰაშ წერტილი, ჰაშ წერტილი, შემავალი წერტილები იქნება სამკუთხედის წვეროები და უკვე წარწერები უნდა ვიხმაროთ, მაშინ ეს იქნება მედიანების გადაკვეთის წერტილი. შესაბამისად ავირჩიოთ უნდა 3 წერტილი. დახმარებაში მოგცეს ამას. და შეგვიძლია შევამციროთ მედიანების გადაკვეთის წერტილი. პიქტოგრამაც ავირჩიოთ, მაშინ მეორე სხვა ფერის ობიექტი და ჩვენი პიქტოგრამაც მზად არის. ახლა წავშალოთ ყველა ეს ობიექტი. და შევქნათ ახლა ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი მაშინ. ბისექტრისების ხელსაწყო არის აგერ აქ.
მოთავსებული ჩავთვალოთ ეს ხელსაწყო უნდა მოვნიშნოთ 3 წერტილი მაშინ მიპოვოთ ვთქვათ 1 B კუთხის B სექტორისა და ვთქვათ C კუთხის B სექტორისა მათი გადაკვეთის წერტილი მაშინ ისევ ხელსაწყო გადაკვეთით მოიძებნება მაშინ ამისა და ამის გადაკვეთის წერტილი ვიპოვეთ მივიღეთ D წერტილი შევცვალოთ ვისება და გავუკეთოთ წარწერა O B სექტორისები შესახოს წარწერა ეს ობიექტები აღარ გვჭირდება სახვაზე და წარწერა მოათავსოს მარცხენა ქვედა კუთხეში მაშინ ხელსაწყო შეგვიძლია უკვე შევქმნათ შექმნათ ახალი ხელსაწყო დავარქვათ მას ხო შემავალი ობიექტი მისთვის უნდა იყოს გამომავალი ობიექტი მისთვის უნდა იყოს D წერტილი ხოლო გამომავალი შემავალი იქნება 60 წეროები და წარწერებისთვის მაშინ ისე B სექტორისების გადაკვეთის წერტილი ჩავსვათ აქა ჩავსვათ ასე დახმარების მითითება ეს შევამციროთ ისების გადაკვეთის წერტილი პიქტოგრამა მაშავეთ მესამე სხვა ფერის და ეს ხელსაწყოც მზად არის დაგვრჩა ბოლო წავშალოთ ესეც წავშალოთ და დაგვრჩა შუა მართობებისთვის შეგვიძლია ამის შუა წერტილი ვიპოვოთ და მე ამოვარდოთ მართობი მაგრამ აქვს პირდაპირ ესეთი ხელსაწყო შუა მართობი და მოვნიშნოთ 2 წერტილი ან 1 მონაკვეთი ვთქვათ მოვნიშნოთ ეს მონაკვეთი და ეს მონაკვეთი და ვიპოვოთ შესაბამისი გადაკვეთის წერტილი ვიპოვეთ მაშინ გადაკვეთის წერტილი მოგეხსენებათ რომ შუა მართობების გადაკვეთის წერტილი ამავე დროს არის სამკუთხედის შემოხაზული წერტილის რადიუსი და ამიტომ მათ წარწერად გავუკეთოთ O და R დიდი მაშინ ასახოს ეს წარწერა ეს ობიექტების ასახვა აღარ გვჭირდება და ეს R დიდი აღარ მაშინ აღწეროს ზედა მარცხენა კუთხეში და შექმნოთ ხელსაწყო შესაბამისი ესე იგი შემავალი წერტილი გამომავალი წერტილი იქნება ისევ D შემავალი ისევ 3 წერტილი და წარწერებისთვის მას გამოვიხსენოთ ეს წინასწარ მომზადებული წარწერები და ჩავსვათ მაშინ აქა შესაბამისად ესეც აქა შუა დავარქვათ გადაკვეთის წერტილი ბრძანება იქნება ესეთი პიქტოგრამად მივუთითოთ ესა და ჩვენი დოკუმენტი მზად არის ეხლა შემდგომში რომ ეს ობიექტები შეგვიძლია ყველაფერი წავშალოთ არ გვჭირდება ეს საკმარისი წერტილები წავშალოთ ყველაფერი წაიშლება რადგან მამცია დამოკიდებული დანარჩენი ობიექტები აი აქ არის ესეთი ოფცია ხელსაწყოების მართვა და ჩვენ მიერ შექმნილი ეს 4 ხელსაწყო აქ არის ჩამონათვალში მოვნიშნოთ ყველა და შევინახოთ ნახეთ ის თავად შენახვას გაფართოებით GGT ესე იგი სტანდარტული
აგერ ადრე მქონია მაშინ მოდი ამ სახელით მას გადავაწეროთ Z შევინახოთ გადააწეროთ Z მას შევინახოთ და დავხუროთ ჩვენი GeoGebra-ს ეს არ შევინახოთ ესეც დავხუროთ და გავხსნათ GeoGebra ჩვენი ხელსაწყო არ გამოაჩინა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ იგი. მაშინ შეინახა იგი როგორც გაფართოებად GGT, ესე იგი GeoGebra-ს თარგი, template. მაშინ თარგი ეს სადღაც არის, აი GGT გაფართოებით. და გავხსნათ ეს ფაილი და ავტომატურად გაჩნდა ეს ხელსაწყო თავისი აგერ ყველა შესაძლებლობით, მას სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი, მედიანების, ბისექტრისებისა და შუა მარტივების გადაკვეთის წერტილი. გამოვიყენოთ ახლა ჩვენს მიერ შექმნილი ხელსაწყოები ამ წერტილების მოსაზრებად ნებისმიერ სამკუთხედში. ამისათვის ავაგოთ სამკუთხედი, ნებისმიერი სამკუთხედი. ეს არ გვჭირდება, ან თუ გავუკეთოთ ხელახლა ავაგოთ ეს ხერხები გდროებით გავთიშოთ და ვიპოვოთ მას თქვათ სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი. ჩავთოთ დახმარება მაშინ დავიჩვით 3 წერტილი, დავიჩვით ბატონო 1, 2 და 3. აი ვიპოვეთ სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი. შესაბამისად ვიპოვოთ მედიანების გადაკვეთის წერტილი. ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი და შუა მარტივების გადაკვეთის წერტილი მაშავიჩვით შესაბამისი 3 წერტილი. აი მიპოვეთ ეს 4 წერტილი. ეხლა მოდი ამ წერტილებს მაშინ მოდი აბა გავთიშოთ მაშინ დავიწყოთ ეს წერტილი, ანუ ეს არის სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი. და ვცვალოთ სამკუთხედის, როგორც კი ერთ-ერთი კუთხე გახდება ბლაგვი, ესე იგი თუ სამკუთხედი არის მახვილკუთხა, ესე იგი სამივე კუთხე მახვილია, ესე იგი 90 გრადუსზე ნაკლები, მაშინ სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი მდებარეობს სამკუთხედის შიგნით. როგორც კი ერთ-ერთი კუთხე, რომელიმე კუთხე გახდება ბლაგვი, გადაკვეთის წერტილი გადის სამკუთხედიდან. ესე იგი შეგვიძლია ეს გავხადოთ, ბლაგვი, ან ეს გავხადოთ. მოგეთ გასაგები. აბა ახლა ვნახოთ ეს წერტილი მაშინ. ეს არის ბატონო მედიანების გადაკვეთის წერტილი. მედიანების გადაკვეთის წერტილი მოგხსენებათ არის სამკუთხედის სიმძიმის ცენტრი. ცხადია იგი ყოველთვის სამკუთხედის შიგნით იქნება ყოველთვის. როგორც არ უნდა თვალოთ სამკუთხედი გინდ მართკუთხედი იყოს, გინდ ტოლფერდა ის მედიანა ყოველთვის იქნება მედიანის გადაკვეთის წერტილი ყოველთვის იქნება შიგნით. მაშინ ნახოთ აბა შემდეგ ეს არის ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი ცხადია შიგნით იქნება ყოველთვის. ხოლო რაც შეეხება შუა მარტივებს ის ანალოგიურად მართკუთხე ბლაგვი გადის გარეთ. ხავსახოს 4-ვე წერტილი და აი ამ 2 წერტილზე მაგალითად მედიანებისა და სიმაღლების გადაკვეთის წერტილზე გავავლოთ წრფე. აი შეგიძლიათ აჩვენოთ რომ
სიმაღლეების, მედიანებისა და ბისექტრისების გადაკვეთის წერტილები აუცილებლად ერთ წრფეზე მდებარეობენ. ამ წრფეს სწორად მახსოვს ქვია ეილერის წრფე და ეს შეგიძლიათ დაამტკიცოთ და როგორც საშინაო დავალებად მაშ გექნებათ კონდეთ მაშ შეეცადეთ რომ დაამტკიცოთ. აი მაგ როგორც არ უნდა ამოძრავოთ ეს სამკუთხედი როგორც არ უნდა იყოს ეს სამი წერტილი იქნება ერთ წრფეზე. ხოლო ხანდახან შემოხაზვის სამკუთხედის შემოხაზული წერტილის ცენტრით დაემთხვევა ამ წრფეს. ისინი შემთხვევაში ესე შეგიძლიათ მას დაამტკიცოთ თუ სამკუთხედი არის ტოლფერდა. ხოლო თუ სამკუთხედი არის ტოლგვერდა, მაშინ ისინი დაემთხვევა. აი მართლაც გავაკეთოთ აბა ეს შემთხვევა. ამისათვის თან შევისწავლოთ რაღაც დამადებითი ობიექტები. მოდი ეს ყველაფერი წავშალოთ, ესე იგი საკმარისია ყველა წერტილი წავშალოთ და ყველა დამოკიდებული ობიექტი წაიშლება და ავაგოთ სამკუთხედი მოცემული გვერდით და მასთან მიმდებარე კუთხეების მეშვეობით და შევისწავლოთ ხელსაწყო, რომელსაც ქვია სრიალა. მას ჩვენი მიზანია მას ერთი გვერდი მოვნიშნოთ, ერთი გვერდი შევიტანოთ და მისი პარამეტრები ვცვალოთ. მაშინ ამიტომ შემოვიტანოთ სრიალა და დავაწყებინოთ სადმე. აი გაიხსნა მას პანჯარა, რომელიც თავადაც თუ რა დავარქვათ ამ ობიექტს. მაშინ დავარქვათ, მოდი მე მოგვიანებით ნახავთ, მაშინ დავარქვათ A გვერდი იქნება ჩვენთან, მოდი A დავარქვათ და მე ვნახოთ რატო გავაკეთეთ ეს. და რა დიაპაზონში შეიცვალოს, მაშინ მინიმუმი -5 არ შეიძლება გვერდის სიგრძე იყოს, ამიტომ ავირჩიოთ 0-იც არ შეიძლება, მაგრამ იყოს 0-დან ვთქვათ 30-მდე, ეგ თქვენზეა დამოკიდებული. ბიჯი აირჩიოს ვთქვათ 1 და მივცეთ დახმობა. აი შექმნა სრიალა, ხოლო ობიექტად შექმნა რიცხვი, ესე იგი სკალარული სიდიდე. სრიალა შეგვიძლია გადავაადგილოთ და საკმარისია მაშინ ვცვალოთ მისი სიდიდე, შესაბამისად მაშინ 0-დან 30-მდე შეიცვლება რიცხვის მნიშვნელობა. მაშინ ეს იყო ჩვენი გვერდის სიგრძე. ეს რატომ დავარქვით ახლა AA, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა შევქმნათ მაშინ ავირჩიოთ ნებისმიერი წერტილი და ამ წერტილიდან გავავლოთ A სიგრძის მონაკვეთი. ვთქვათ იყოს ამ შემთხვევაში მაშინ 9 და არის ესეთი ხელსაწყო. მაშინ მონაკვეთი ვიცით უკვე რა არის და მონაკვეთი მოცემული სიგრძით. მაშინ ავირჩიოთ ესა, მაშინ მის სასაგებად საჭიროა მაშინ უნდა მოვნიშნოთ წერტილი და შევიტანოთ მონაკვეთის სიგრძე. მაშინ მოვნიშნეთ წერტილი და მონაკვეთის სიგრძეთ მივთვისოთ არა კონკრეტული რიცხვი, არამედ ცვლადი. ჩვენ შემთხვევაში ახლა ცვლადი იქნება სწორედ ეს AA რიცხვი. მაშინ მივთვისოთ AA და შექმნა ობიექტი მონაკვეთი A. აი ეს A იმიტომ დავარქვით, რომ შექმნით ამ ობიექტს ამ სახელს გადაარქმევთ, ამიტომ ჯობია ეს გაითვალისწინოთ ხოლმე შემდგომ მუშაობაში. ესე საკმარისია ახლა ეს შევცვალოთ. ბოდიში აი უნდა გადავიდეთ ეს გავაუქმოთ. უნდა გადავიდეთ მოძრაობის რეჟიმში, გადატანის რეჟიმში და აი შესაბამისი ცვლით მონაკვეთის სიგრძე იცვლება. და ამ ობიექტს ქვია მაშინ A. მონაკვეთი. ანალოგიურად მაშინ ავაგოთ ორი კუთხე. თქვათ მოცემულია კუთხე და კუთხის მოცემული სიდიდის კუთხის ხელსაწყო არის აგერ მოცემული მაშინ. კუთხე მოცემული ზომით. ავირჩიოთ იგი. როგორც ჯერ სრიალა შევქმნათ, მაშინ სრიალა შევქმნათ, სადმე ავირჩიოთ დავარწკაფნოთ. როგორც არა რიცხვი შევქმნათ, არამედ შევქმნათ ახლა კუთხე.
თავაზობს სახელს ალფას. მაგრამ ანალოგიურად იქაც როგორც 200 დავარქვით, აქაც 200 დავარქვათ, მაგრამ ალფა და კიდე აი აქედან შეგვიძლია შევიტანოთ ალფა. არის კიდე სხვა გზა, მან შეგვიძლია მას აი ეს წავშალოთ. alt a არის ალფა, მას სწრაფად თუ გვინდა ავგრიბოთ მეორეჯერ. ესე იქნება და დიაპაზონი იყოს 0-დან, რახან სამკუთხედია, მასში იყოს 180 გრადუსის ასაკირებად სწრაფად შეგიძლიათ მას არსებობს ესეთი მას ალბათ რახან კუთხეა ვარ დავწერო ავტომატურად თვითონ გააკეთებს მართლაც თორა და შეგიძლიათ აკრიფოთ alt o და ავტომატურად დასვამს გრადუსის ნიშანს და დავეთანხმოთ მას შექმნა მას კუთხე სრიალა ალფა რომელიც შეგვიძლია გადმოვიტანოთ აქეთ ну барем შექმნათ მეორე ბეტა კუთხეც მას სრიალა ესეც იყოს მას კუთხე სახელად შემოგვთავაზა ისევ ალფა იმიტომ რომ ალფა არ არის დაკავებული მაგრამ ამას დავარქვათ ბეტა სწრაფად რო ავგრიფოთ უნდა დავაჭიროთ alt ბეტას აქაც ორჯერ დავერჩიოთ ამის სახელად აქაც იგივე პარამეტრები ამას შევერჩიოთ 150 180 და ბიჯი იყოს 5 გრადუსი როგორც წინა შემთხვევაში და დავეთანხმოთ გადავიდეთ ახლა კუთხის შექმნაზე მას კუთხე მოცემული ზომით მას კუთხე რო ავაგოთ ამისათვის უნდა მოვუნიშნოთ კუთხის გვერდის წერტილი და შემდეგ მისი წვერო აი ავაგოთ მაგალითად ალფა კუთხე ესე იგი მოვუნიშნოთ ესა წვერო იქნება ესა მას თავაზობს აქ 45 გრადუსიან კუთხეს მაგრამ ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ კუთხე აი ამ ალფათი ამიტომ აქ უნდა მივუთითოთ ორჯერ ალფა მას შეგვიძლია აქედან ავირჩიოთ ერთხელ და მეორეჯერ მას ალფა დავარქვათ და დავეთანხმოთ თან ჩვენ გვინდა რომ ესე აქვს ხო იქით ესე იგი საათის ისრის საწინააღმდეგოდ როგორც არის აქა და დავეთანხმოთ აი შექმნა რაღაც წერტილი და შეგვიძლია ავაგოთ სხივი აი ამ ობიექტსაც ვისწავლით მაგრამ აი აქ გარდა წრფის არსებობს სხივის ასაგებად უნდა მოვნიშნოთ ორი წერტილი მაგრამ ერთი იქნება ეს წერტილი მეორე იქნება ეს წერტილი მას შეიქმნა სხივი რომელიც მას არის 45 გრადუსიანი კუთხით. ახლა თუ შევცვლით ამ ალფა კუთხის მნიშვნელობას, აი კუთხე შეიცვალა. თუ ჩვენ ეს ალფა რო შევქმნით, მას მიგმული არის აი ამ ალფაზე, როცა კუთხეს ვქმნით, მივუთითეთ რომ დამოკიდებულია ამ ალფაზე. ნუ ანალოგიურად შევქმნათ ახლა ბეტა კუთხე, ამისათვის მას გადმოვიდეთ ისევ აქა მას მოვნიშნოთ წერტილი აქ უნდა მივუთითოთ ბეტა ესე იგი წავშალოთ მივუთითოთ ბეტა ესე იგი alt b ორჯერ ავგრიფეთ როგორც ამ შემთხვევაში საათის ისრის მიმართულებით იმიტომ კუთხე გვინდა რომ ესე გააკეთოს მას საათის ისრის მიმართულებით დიახ დავეთანხმოთ აი შექმნა ბეტა კუთხე შესაბამისი წერტილი შევქმნათ სხივი გამოვიყენოთ და შევქმნათ შესაბამისი წერტილი და ვიპოვოთ მას მესამე წვერო ამისათვის უნდა ვიპოვოთ ამ სხივების გადაკვეთის წერტილი მას გამოვიყენოთ ხელსაწყო გადაკვეთე მოვნიშნოთ ეს ორი სხივი და ვიპოვოთ მას მესამე წერტილი სახელი შესვლა არც დაგჭირდება მასში და ამრიგად ახლა არასაჭირო ობიექტები შეგვიძლია გავაქროთ მას არ დაგჭირდება არც ეს b შტრიხი არც a შტრიხი ეს დამხმარე ობიექტები და არც სხივები არ დაგჭირდება
3 წერტილი ვიცით და შეგვიძლია გამოვიყუროთ მას მონაკვეთი აგერ არის და პირდაპირ შევაერთოთ და მივიღეთ მას სამკუთხედი A B C შეგვიძლია A წარწერა აქეთ გამოვიდრონ C B ცოტა აქეთ გადმოვიდრონ და კუთხეების წარწერა შეგიძლიათ მას ასახოთ ან არ ასახოთ მას აი ალფა ბეტა იყოს ახლა ასახული მაშინ 45 გრადუსი სიანი კუთხეს იგი კუთხე სამკუთხედი არის მარტივად აი ვთვლით მივიღებთ სხვადასხვა სამკუთხედებს გასაგებია ხო უკვე რახან ერთი გვერდითა და ორი კუთხითაა აგებული უკვე ამ ბეს ცვლილება აღარ შეგვიძლია მხოლოდ მისი სიგრძე ესე ცვალოთ უბრალოდ გასაგებია ესა მოდი ვიპოვოთ ახლა აი ამ სამკუთხედების შეანიშნავი წერტილები მაშინ ვიპოვოთ თქვათ ცოტა დიდი გავაკეთოთ მაშინ გავწეროთ ცოტა ჩამოვწიოთ და კიდე გავწეროთ ესე და ვიპოვოთ მაშინ თქვათ სიმაღლების გადაკვეთის წერტილი ყველა წერტილები ვიპოვოთ მაშინ და მოვნიშნოთ 3 წერტილი ასევე ვიპოვოთ მედიანების გადაკვეთის წერტილი ბისექტრისების და შუა მარტივები მაშინ როგორც გითხარით თუ გავავლებთ წფეს თქვათ წფეს გავავლებთ წფე თქვათ ოჰარსა და ომეს შორის არა აი ომემ შორის მაშინ აი 3 წერტილი ერთ წფეზე დაждდება მაგრამ თუ სამკუთხედი არის როგორც გითხარით თოლფერდა ესე იგი აი ორი კუთხე ერთმანეთის თოლია მაშინ ეს ოთხივე წერტილით მოდი ცოტა სხვა კუთხე ავიღოთ 60 50 და 30 თქვა კუთხე ბლაგვია და ამიტომ ერთი გავიდა მოდი მაშინ ავიღოთ თქვა 50 და 50 ან 55 და 55 მაშინ 4-ვე წერტილი დაждდა ერთ წფეზე ჩვეულებრივ 3 წერტილით ის მაგრამ თუ სამკუთხედი თოლფერდა მაშინ ერთ წფეზე ჯდება ხოლო თუ სამკუთხედი არის თოლგვერდა აგერ მაშინ წერტილები ერთმანეთს დაემთხვევა. ვაკა მაინც ერთ წერტილზე გამოიტანა, მაგრამ ეს 4-ვე გადაკვეთის წერტილი არის აქ. იმან არ იმუშავა, ესე იგი მარჯვნივ დაყენება და მარცხნივ დაყენება. 4-ვე გადაკვეთის წერტილი დაემთქვა ერთმანეთს. როგორც არ უნდა იყოს, მაგრამ ნებისმიერ თოლგვერდა სამკუთხედში ეს წერტილი ერთ წერტილში გადაიკვეთება და ამ შემთხვევაში ეს წფე განუსაზღვრელია ეს ჩვენი იერების წფე განუსაზღვრელია. მე მგონი გასაგებია საკმაოდ ტევადი იყო ეს გაკვეთილი და დაგემშვიდობებით ამით. მე მგონი შეისწავლეთ გარკვეული ელემენტები და ფართოდ გამოიყენეთ სწავლაში ეს შესანიშნავი პროგრამა GeoGebra. გემშვიდობებით.